ამიტომ ამას სჭირდება დროული რეაგირება და სწრაფად უნდა უზრუნველყოთ ამის ის. ეს ინდივიდუალურად ამას ხალხი ვერ გააკეთებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ინდივიდუალურად ყველამ დაიწყოს თავისი ძიება. ამას უნდა კონკრეტული შესწავლა, რა პრობლემაა და ამ ყველაფერზე რა არის ყველაზე ადეკვატური და სწორი შხამქი მიკრატი რო იქნეს გამოყენებული. მე მიმართავ და მოუწოდებ სამხარეო ხელისუფლებას, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ მუნიციპალური პრობლემაა, არამედ მთლიანად სამხარეო ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის წარმოების ნაცვლად რეალურად საკუთარი ფუნქციების მოვალეობას შესრულებას დაუბრუნდნენ და საზოგადოებისთვის რეალური წარმოადგინონ რეალური გზა თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ დაავადებას და ამ წერს. ვინაიდან თუ ჩვენ ამას არ მივაქციეთ ყურადღება დღესვე და არ მივაქციეთ ყურადღება რაც შეიძლება სწრაფად, ეს შედეგები კიდევ უფრო სავალალო გახდება და მომავალი წლის შემოსავალი, მომავალი წლის მოსავალი, თხილის მოსავალი პრაქტიკულად მთლიანად განადგურდება ზუგდიდისა და ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ამიტომ პირდაპირ მიმართავ ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ყოფილს და მოქმედს, რომ რეალურად იღონონ რამე, იმიტომ რომ ყოფილი მინისტრი მაჟორიტარ კანდიდატად იქნის სამეგრელოში კენს და მასთვისაც არ უნდა იყოს უცხო ეს პრობლემა, შესთავაზონ კონკრეტული გამოსავალი.